Hello and welcome to Independence Avenue Media. I'm Ia Meormishvili and it's my pleasure. გამარჯობა, მე ია მეორმიშვილი ვარ და მოგესალმებით Independence Avenue Media-ზე. დღეს ჩვენი სტუმარი ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივანი მარკ ესპერია. სანამ ინტერვიუზე გადავალთ, მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი YouTube-ზე და გამოგვყვეთ სხვა სოციალურ ქსელებში. ბატონო მარკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. Thanks, it's good to be here. Შემოვნუა თქვენთან და თქვენს აუდიტორიასთან ყოფნა. Let's start from the ნატოს ანკარის სამიტით დავიწყოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა. სამიტის დაწყებამდე არსებობდა გარკვეული ველვა, რომ პროცესები შესაძლოა ისე კარგად არ წარმართულიყო. თუმცა შეხვედრა საკმაოდ პოზიტიურ ნოტაზე დასრულდა. ყოველ შემთხვევაში ექსპერტების მხრიდან სწორედ ასეთი შეფასებები გვესმის. როგორია თქვენი შეფასება? What's your assessment? What's your take from the summit last week? Yeah, look, I think you took the words out of my mouth. დიახ, ჩემი აზრით სამიტის დაწყებამდე მართლაც დიდი ღელვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიტყოდა ან მოიმოქმედებდა პრეზიდენტი ტრამპი ზოგადად ნატოსა თუ სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა როგორც აღნიშნეთ, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა. გულისხმობ, რომ მან შეხვედრის ბოლოს ალიანსის მისამართით საკმაოდ თბილი განცხადებები გააკეთა. ის შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამ შეხვედრაზეც პოზიტიურად ისაუბრა. ხოლო ახალ ამბებში კი მოხდა განცხადებით, რომლის მიხედვითაც უკრაინა პეტრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს. მთლიანობაში სამიტის დაწყებამდე მოლოდინების თამასა საკმაოდ დაბალი იყო. ყველა მხოლოდ იმას იმედოვნებდა, რომ ეს პროცესი სერიოზული რღვევების გარეშე ჩაივლიდა. ვფიქრობ, ეს ბარიერი მარტივად გადაილახა, ასე რომ ახლა მთავარი კითხვაა, რა იქნება შემდეგ. What do you think? რა იქნება შემდეგ? ევროპელ მოკავშირეებს შორის გარკვეული შეშფოთება შეინიშნება. ისინი შეერთებულ შტატებს საიმედო პარტნიორად აღარ მიიჩნევენ. როგორ ფიქრობთ, შეძლო სამიტმა ამ გამოწვევებისთვის პასუხისგაცემა? ევრომოკავშირე დღესაც ასე ფიქრობს და ალბათ მომავალშიც ასე იფიქრებს. თუმცა ამ შეხედულებას არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც საიმედო პარტნიორად რჩება და საერთოდ არ ვიზიარებ ამ ფორმულირებას. გასაგებია, რომ ევროპელებისთვის ეს ნიშნავს იქნება თუ არა შეერთებული შტატები მათ გვერდით მეხუთე მუხლის სამუშაოების შემთხვევაში. მაგრამ ამ კითხვას მათ შეუბრუნებდი და აი რას ვეტყოდი. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს ნატოს დაცვის ინტერესი და შესაძლებლობა. შესაძლებლობის თვალსაზრისით პასუხია დიახ, თუმცა ისინი აჩქვეშ აყენებენ ინტერესს. მე კი ამ საკითხს პირიქით დავაყენებდი და ევროპასა და კანადაში მყოფ ბევრ მოკავშირეს ვკითხავდი. თქვენ გააქვთ ინტერესი? დიახ, მაგრამ გააქვთ შესაძლებლობა? არა. ვფიქრობ, ამერიკის მხრიდან სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას. ჩემნაირი ნატოს მომხრეები კი თავად მსახურობდნენ ნატოში და ცხოვრობდი ევროპაში. იტყოდნენ: მისმინეთ, ეჭვი მემპარება თქვენს საიმედოობაში. თუ არ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენი თავის დასაცავად და კონტინენტის რუსეთისგან დასაცავად გვჭირდება. ასე რომ ეს ორმხრივი გზაა. ალიანსი ნიშნავს კოლექტიურ მოქმედებას კოლექტიური პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ კი გვჭირდება, რომ ქვეყნებმა საკუთარი ვალდებულებები შეასრულონ. ვიცით, რომ ბევრმა აიღო ვალდებულება თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დახარჯოს, თუმცა ზოგიერთმა ეს პროცესი 2030 წლისთვის გადააბადა. მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის. რამდენიმე ქვეყანამ კი საერთოდ უარი თქვა 5%-იან ნიშნულამდე ასვლაზეც კი. მახარებს იმის დანახვა, რომ ბევრი ქვეყანა აჩქარებს თავდაცვის ინვესტიციებს. ისინი საუბრობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ან უბრალოდ სამხედრო ძალების გაფართოებაზე მოხალისეობრივი კონტრაქტების გზით. ჩვენ მართლაც ვხედავთ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების სერიოზულ ზრდას, რაც პოზიტიური სიგნალია. I recently spoke with General Cavoli. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე შეერთებული შტატების თადარიგის გენერალს კრისტოფერ კავოლის, რომელმაც აღწერა საფრთხე, ომის მასშტაბები და აღნიშნა, რომ შესაძლოა ბოლომდე არ გვესმის რუსეთისგან მომავალი საფრთხე, განსაკუთრებით ევროპის მხარეს. როგორც გენერალმა კავოლიმ აღნიშნა, მიუხედავად იმ უზარმაზარი დანაკარგებისა, რაც რუსეთმა უკვე განიცადა, მაგალითად რუსეთმა 4000 ტანკი დაკარგა მაშინ, როდესაც ზოგიერთი მოკავშირის არსენალში მხოლოდ 150 ან 200 ტანკია. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა და სახმელეთო ძალებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რუსეთის საჰაერო ძალები, მათ შორის ბირთვული ძალებიც პრაქტიკულად ხელშეუხებელია. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა ჩვენ ამ საკითხს იმდენ ყურადღებას არ უთმობთ, რამდენსაც ის საჭიროებს. ამ ეტაპზე თქვენ როგორ აფასებთ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს, მით უმეტეს ევროპისთვის? From Russia to Europe at this point.
დიახ, ეს კარგი კითხვაა და ამ საკითხს მრავალი კუთხით შეიძლება შევხედოთ. ვფიქრობ, თუ მათ სამხედრო ძალებს შევხედავთ, მართალი ხართ. მათი სტრატეგიული ძალები უცვლელი რჩება, თუმცა უკრაინელების მიერ დრონებით განხორციელებული ჭკვიანური დარტყმების შედეგად რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი მაინც დაკარგეს. სამხედრო საჰაერო ძალები ვფიქრობ, მეტწილად უცვლელია, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდასხმასთან დაპირისპირებისას კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის გამოუცდელია. ეს კი გარკვეულწილად მათ საბრძოლო მზადყოფნაზე მეტყველებს. რაც შეეხება სამხედრო საზღვაო ფლოტს, მან მძიმე დანაკარგები განიცადა. ყოველ შემთხვევაში შავი ზღვის ფლოტმა. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უმთავრესი ორი მიმართულება, სადაც რუსეთმა მძიმე დარტყმა მიიღო, მათი სპეცდანიშნულების ძალებია, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა და რა თქმა უნდა, მათი რეგულარული არმია. სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით შესაძლოა დანაკარგი ასეთი დიდი არც იყოს. როგორც აღნიშნეთ, ისინი კომპლექტში ათასობით ტანკით ჩაებნენ და ათასობით ტანკი დაკარგეს კიდეც. არსებობს ცნობები, რომ ჯავშან ტექნიკისა და არტილერიის დიდი ნაწილი უკვე აღადგინეს. ნახოთ, ეს დანამდვილებით არ ვიცი. თუმცა რაც შეეხება მათი ჯარისკაცების მომზადების ხარისხს, ისინი კვლავაც ვერ ახერხებენ ისეთი საბრძოლო შენაერთების მომზადებას, რომელთაც მანევრული ომის წარმოება და იმ დონის ბრძოლა შეუძლიათ, როგორც ეს თანამედროვე ეპოქაში ვისურვებდით. ნატოს ძალებთან დაპირისპირებისას ისინი აშკარად დამარცხდებოდნენ. ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა შესაძლებლობების მიღმა. რამდენად აქვს პუტინს მზაობა კიდევ ერთი ფრონტი გახსნას? იცით, ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით ევროპის ზოგიერთი თავდაცვის მინისტრის განცხადებები, რომ მას ამისთვის 2 წელი სჭირდება. ან შესაძლოა 2030 წლისთვის სადოს სადმე ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჰიბრიდული ომი ევროპის სხვადასხვა ნაწილში მუდმივად მიმდინარეობს. ასე რომ მე მათ სათანადო ყურადღებას არ მოვაკლებდი. დღეს პუტინი რთულ ვითარებაშია. ის ნამდვილად არ იგებს ომს და ჩემნაირი ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ის პოზიციებს კარგავს თუ საერთოდ ომის წაგებას არ იწყებს. ამასთან ის უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის. ბრძოლის ველზე 1,2-დან 1,3 მილიონამდე რუსი ჯარისკაცია მოკლული ან დაჭრილი. ეს ყველაფერი უკვე მათ ქვეყანაშიც იგრძნობა, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმების ფონზე. მსგავსი მოვლენები რუს ხალხზე ბევრად უფრო პირდაპირ აისახება, ვიდრე თავად დანაკარგები. ასე რომ, ვფიქრობ, პუტინი საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დგას. თავარი კითხვაა, წავა თუ არა ის კიდევ უფრო დიდ რისკზე და შეეცდება თუ არა სხვაგან შეჭრას. არ ვიცი. ჩემთვის ამის დაჯერება ცოტა რთულია, თუმცა ამ სცენარს მაინც არ გამოვრიცხავდი. სწორედ ეს არის არგუმენტი იმისა, რომ ნატომ კვლავ განაგრძოს საკუთარი შესაძლებლობებისა და თავდაცვის გაძლიერება. განსაკუთრებით ფრონტისპირა სახელმწიფოებში, იქნება ეს ფინეთი, ბალტიისპირეთი თუ აღმოსავლეთ ფრონტის სხვა ქვეყნები. You mentioned Ukrainian sort of თქვენ ისაუბრეთ ომში ახლა არსებულ უკრაინის უპირატესობასა და იმაზე, რომ რუსეთი ახლა წამგებიან პოზიციაშია. აკეთებს თუ არა დასავლეთი საკმარის უკრაინის წინსვლისა და რუსეთზე ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად იმისთვის, რომ ამ ომის დასასრულები ხილოთ. To see the end of this war, as you refer to it. The answer is probably not. I think some Europeans would. ალბათ არა. ვფიქრობ, ზოგიერთი ევროპელის იმავე სიტყოდა. პრეზიდენტი ზელენსკი კი დანამდვილებით. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის მყისიერი საჭიროებები მოიცავს საჰაერო თავდაცვის გზაგადამწვრელ რაკეტებს. განსაკუთრებით პეტრიოტის რაკეტებს, რადგან რუსული ბალისტიკური რაკეტები თავდაცვას არ ხვევს. თუმცა აშკარაა, რომ მათ სხვა რამეებიც სჭირდებათ. სხვა სახის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი დაეყრდნობოდნენ. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერა, ეს არის ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა. არსებობს თუ არა რუსეთზე მეტი ზეწოლის განხორციელების სხვა გზები. რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია. ამჯერად ეს საკითხი არ წამოჭრილა, მაგრამ მაინც არსებობს თუ როგორია ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა. ეს კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი იქნებოდა. ვფიქრობ, მთავარი კითხვაა, როგორ მივცეთ უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის საკმარისი ბერკეტები, რათა აიძულონ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაждდეს და მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მინიმუმ შეაჩერებს საომარ მოქმედებებს და დინამიკას შეცვლის. ამ ეტაპზე ჩვენ ეს ბერკეტი ჯერ არ გვიპოვია, თუმცა შესაძლოა უკრაინელებმა მას თავად მიაგნეს. რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმებით, რისთვისაც ისინი დრონებს და შორმანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს იყენებენ. შესაძლოა ეს არის კიდეც. ნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ვფიქრობ, რაც უფრო მეტად დავეხმარებით მათ სამხედრო ტექნიკისა და პოლიტიკურ ფრონტზე, მით უფრო მეტად დაგვაახლოებს ეს იმ წერტილთან, როცა პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდოს. Place where Putin is forced to come to the table. You've publicly stated that you support Ukraine's NATO membership. Why is that? And თქვენ საჯაროდ აცხადებთ, რომ ხარს უჭერთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. რატომ? და ასევე თუ შეგიძლიათ, რომ შეეხოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას ამ ეტაპზე, რადგან ამის შესახებაც საჯაროდ საუბრობთ. თუ გაერთიანებთ ამ ორ ასპექტს, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასა და მათი სამხედრო ძალების ამჟამინდელ მდგომარეობას, რატომ ფიქრობთ ასე? Ukraine's NATO membership and the capabilities of their military now. Why do you think that?
Well, look, I go back to ნატოს წევრობის საკითხში მე ალიანსის ძირითად პრინციპებს ვუბრუნდები. კოლექტიური თავდაცვის ამ მისიაში თავდაპირველად სწორედ დასავლური დემოკრატიები გაერთიანდნენ საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად. ახლა კი რა თქმა უნდა ეს არის რევანშისტული რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით. ასე რომ კვლავაც მიმაჩნია, თუ ქვეყანას სურს ნატოში გაწევრიანება და მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია, მაშინ კარი ღია უნდა დავტოვოთ. ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს დებატები იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა კარი ღია უკრაინისთვის ან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის. დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს იმის ირგვლივ, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს და შემდეგ რა არის მათი მიღების საუკეთესო გზა. ვინაიდან ბუნებრივია არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება ნატოში იმ ქვეყნის მიწვევის თაობაზე, რომელიც აქტიურ კონფლიქტში იმყოფება რუსეთთან, რომელიც ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეა. და მაინც, როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმულირება. ცივი ომის დროს დასავლეთ გერმანია ალიანსის წევრი იყო. აღმოსავლეთ გერმანია კი არა. ანუ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე ეს არ გავრცელდეს, ხოლო არაოკუპირებულმა თავისუფალმა ნაწილებმა წვდომა მიიღო? ვფიქრობ, არსებობს გარკვეული ფორმულები, რომლებზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. ან შესაძლოა ისინი დავაყენოთ არა სრული წევრობის, არამედ გარკვეული ტიპის ნაწილობრივი წევრობის გზაზე ან სრული წევრობის დათქმებით. მიმაჩნია, რომ ამის გარკვევის გზები არსებობს, თუმცა ამ გზავნილის გაკეთება მნიშვნელოვანია ჩვენი ნატოს სხვა მოკავშირეების დასამშვიდებლად, უკრაინელების გასაძლიერებლად და რუსების კიდევ უფრო შესაკავებლად. რაც შეეხება თქვენს კითხვას უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ. აშკარაა, რომ დღეს ეს ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი სამხედრო ძალაა კონტინენტზე. ისინი დაუპირისპირდნენ არმიას, რომელიც მათზე მრავალჯერ დიდია. ქვეყანას, რომელსაც აქვს 10-ჯერ დიდი ეკონომიკა, 4-ჯერ მეტი მოსახლეობა და მათის უკუაგდეს. ყოველ შემთხვევაში ჩიხურ მდგომარეობაში ამყოფებენ. ასე რომ კითხვა ისაა, თავისი სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით შეუძლია თუ არა უკრაინას სარგებლის მოტანა უსაფრთხოებისთვის? ძალსახა პასუხია დიახ. მათ არა მხოლოდ სრულყვეს საკუთარი რეგულარული შესაძლებლობები, არამედ შექმნეს ინოვაციები ყველასთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, როდესაც საქმე ეხება დრონებით ომს, დრონების საწინააღმდეგო ბრძოლას, ტაქტიკას, დოქტრინას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს მათგან სასწავლი და ეს მხოლოდ საჰაერო დრონები არ არის. ეს არის სახმელეთო დრონები, საზღვაო დრონები, რომლებმაც შავ ზღვაში ათობით რუსული გემი გაანადგურეს და აზიანეს ან ყოველ შემთხვევაში უკან დაახევინეს. მიმაჩნია, რომ ნატოს შეუძლია ბევრი რამ მიიღოს და ისწავლოს მათგან. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს დისკუსია, რათა გავარკვიოთ, როგორია წინსვლის სწორი გზა და რა ვადებში. over what timeline. At the start of the conversation, you mentioned the license that President საუბრის Trump დასაწყისში თქვენ ახსენეთ ლიცენზია, რომლის უკრაინისთვის გადაცემაზეც პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა, რათა უკრაინამ პატრიოტის რაკეტები აწარმოოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და რა თქმა უნდა უკრაინისთვის დიდი მოვლენაა. თუმცა ამავდროულად მისი მექანიზმი არც ისე ნათელია. შეგიძლიათ განმარტოთ, რას გულისხმობს ეს ყველაფერი და რა სარგებელს მოუტანს ის უკრაინას. So can you explain what that means and how Ukraine could benefit from it? Yeah, look, I think it's more. ვფიქრობ, ეს უფრო მხარდაჭერის სიგნალია, ვიდრე მყისიერი მატერიალური სარგებელი. ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გასცემს ლიცენზიას, ეს ხანგრძლივ პროცესში მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ეს ყველაფერი იწყება ჯერ კიდევ იმ კომპანიიდან, რომელიც მათ აწარმოებს. ამ შემთხვევაში ეს იქნება Lockheed Martin. და ამან ბიძგი უნდა მისცეს პროცესს, რომლითაც დაიწყება ტექნიკური დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდება ეს. ვგულისხმობ, რომ აქ ყველაფერია გასათვალისწინებელი. დაწყებული მიწოდების ჯაჭვებიდან, ლიცენზირებითა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვით, დასრულებული ქარხნის ან საწარმოო ხაზის გამართვისა და თანამშრომელთა მომზადების ტრენინგებით. ეს ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ მსგავსი შეთანხმებები გვაქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, რაც ვფიქრობ უკვე 2 წელია ძალაშია და მათ ჯერ კიდევ არ უწარმოებიათ არც ერთი რაკეტა, რადგან ეს ხანგრძლივი, დამღლელი პროცესია. ეს ძალიან მაღალ ტექნოლოგიურია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადება უფრო მხარდაჭერის სიგნალია, რაც კარგია. თუმცა რაც შეეხება უახლოეს მომავალში უკრაინაში წარმოებას, ვფიქრობ ამისგან წლები გვაშორებს. ჩემთვის კი სწორედ ეს არის უკრაინის წინაშე მდგარი მყისიერი გამოწვევა. ბატონო მარკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. I do appreciate this. მადლობია, დიდი მადლობა.